თბილისში კი ტრადიციული ბრიფინგი დაასრულა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა. მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეხედულებები გააცნო. ჩემი კოლეგა ირაკლი მაისურაძე ესწრებოდა ბრიფინგს. პირველი აქცენტი დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდა რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც სამხედრო ტვირთების ტრანზიტს ითვალისწინებს. მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა უკვე მიმართა პარლამენტს ამ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. ხელშეკრულება სამხედრო ტვირთების ტრანზიტის თაობაზე 2006 წელსაა გაფორმებული. იგი 5 წლიანია და 2008 წლის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ფაქტიურად აღარც მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საჭიროებს პარლამენტის დადგენილებით გაუქმებას, რათა ის ავტომატურ რეჟიმში არ გაგრძელდეს. პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს ამ ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე. პარლამენტში ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს, ვინაიდან მისი შეჩერება საკანონმდებლო დადგენილებას საჭიროებს. საუბარია რუსეთთან სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ. ეს იყო 5 წლიანი შეთანხმება, 2006 წელს იქნა ხელმოწერილი, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ეს ხელშეკრულება პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო აზრს კარგავს და საფუძველს მოკლებულია ხელშეკრულების გაგრძელება. განცხადება გაკეთდა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებითაც, სასკოლო ტექნიკით აღჭურვაზე, ასევე ახალი სკოლების მშენებლობაზე, ასევე წარჩინებული მოსწავლეების წახალისებაზე და პედაგოგების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებში ქართული სახელმწიფო ენის სწავლას ითვალისწინებს. მატერიალური წახალისება ეხება ასევე სახელმწიფო ენის სწავლებასაც. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და რაიონებს. სახელმწიფო ზრუნავს ამ მოქალაქეებზე და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენის სრული შესწავლა, სრულყოფილი შესწავლა და სწორედ მათი წარმატების უფრო უკეთ ინტეგრაციისა და რეალიზაციის მთავარი მამოძრავებელი გახდება. ინიციატივის მიხედვით პროგრამის ასწავლე საქართველოსთვის და ქართულის როგორც მეორე ენის მონაწილე ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატის სახით ექნება 1000 ლარი. პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავდა სახელმწიფო ენის სტრატეგია, რომლის საფუძველზე ქართული ენის სწორმა აუცილებლობას წარმოადგენს. 2012 წლის ბოლომდე ყველა არაქართულოვან სკოლაში ყველა საგნის მინიმუმ 30% ქართულად უნდა ისწავლებოდეს. ყველა მასწავლებელს, ვინც ორ ენაზე ასწავლის ამ საგნებს, 200 ლარიანი დანამატი დაენიშნებათ, ისევე როგორც ატესტაცია გავლილ პედაგოგებს. ყველა ის ბაკალავრი, რომელიც 1 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლად იმუშავებს, მიიღებს 500 ლარს და მაგისტრატურაში სწავლებას სახელმწიფო დაუფინანსებს. ყველა დოქტორანტს, რომელიც რეგიონში მოსახლეობას ქართულ ენას შეასწავლის, დაენიშნება ხელფასი და ეს საქმიანობა საუნივერსიტეტო კრედიტებში ჩაეთვლება. ყველა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში უნდა გაიხსნას ქართული ენის სახლი და უკვე წელს პატრიოტთა ბანაკში დამსვენებელთა კონტინგენტის 50% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უნდა შეადგენენ, სადაც მათ ასევე დამატებით შეასწავლიან ქართულ ენას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღევანდელ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ პრეზიდენტისათვის და ზოგადად ხელისუფლებისათვის საგანმანათლებლო რეფორმა და განათლების სისტემა კვლავ პრიორიტეტად რჩება.